ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა გადასცა. ეკა ფერაძიაშვილის სახელობის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ესტუმრა. სპეციალურად მათთვის 2 თვის წინ საკუთარი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მოაწყო და თანხით ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტებისთვის საჩუქრები შეიძინა. მინდოდა რომ ახალწელს ყოფილიყავი ბავშვების თოვლის ბაბუა, ესე რომ ვთქვათ და ნამდვილად ეს ნატრა ამიხდა და ბავშვებსაც აუსრულეს სურვილი. მინდა აღნიშნოს ის რომ ეს პირველი არ არის ეს საქველმოქმედო გამოფენა და ეს საქმიანობა ჩემთვის და არც ბოლო. მე ამას გავაგრძელებ, მანამდე ცოცხალი ვარ. პოზიტივს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების მკურნალობისთვის. ისინი აქ 9 თვის განმავლობაში პრაქტიკულად ცხოვრობენ და თან მკურნალობენ და ეს მინდა გითხრათ რომ აჩქარებს მათ გამოჯანმრთელებას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს ჩვენთან ბავშვებთან სტუმრად, იმიტომ რომ ყველამ უნდა გაიგოს ლეიკემია იკურნება და ჩვენ თუ კი ერთად დავდგებით ამ დაავადებას ერთად დავამარცხებთ.